მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც დღეს გავუძღვებით მე და მე თენგოლმანიძე და ცოტნე მარღია ჩვენი თანაწამყვანი. საუბარი გვექნება ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც მოხდა როგორც ჩვენ სამეზობლოში, ისე საქართველოს ჩვენ შიდა საკითხებსაც შევეხებით. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, დავიწყებთ საუბარს სომხეთში ჩატარებული არჩევნებით. საინტერესოა ცოტნე ამ თემის მიმოხილვა, იმიტომ რომ ალბათ კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში როგორც მინიმუმ ეს თემა იქნება აქტიური განხილვის საგანი. მით უფრო რომ ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული ვითარება, გამარჯვებული ის ვინ გაიმარჯვა არჩევნებში, ეს საკითხი გარკვეული არის. პაშინიანის პარტიამ დააგროვა დაახლოებით 50%, ბოლო მონაცემით 59 რაღაც მეასედები. თუმცა აი რა მოყვება უკვე მის ამ გამარჯვებას, რა პროცესები დაიწყება სომხეთში, ისი ვარაუდი შეიძლება გქონდეს, ეს არის ალბათ საინტერესო განსახილველი. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ მოლოდინი იყო ალბათ გაცილებით მეტის, უფრო დამაჯერებელი გამარჯვების, ჯამში ოპოზიციამ დააგროვა თითქმის კი არა იმდენივე და ცოტა კიდევ უფრო მეტი ხმა, ვიდრე პაშინიანის პარტიამ. ეს რა თქმა უნდა არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ პაშინიანი შეძლებს პარლამენტში მოაგროვოს უმრავლესობა, გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე მას ექნება რა თქმა უნდა 50%-ზე მეტი მანდატი და შესაბამისად ის შეძლებს ასევე რომ დააკომპლექტოს მთავრობა ერთპიროვნულად. საინტერესო არის უკვე უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობა და შემდგომ გაკეთებული განცხადებები. უშუალოდ არჩევნების დღეს მანამდე დაიწყო ეს პროცესი რამდენიმე დღით ადრე და აი კულმინაცია იყო არჩევნების დღე, როდესაც რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი აქტივისტი და ლიდერი დააკავეს სომხეთში. მთელი დღის განმავლობაში არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკები, ასევე პარტიების ლიდერების სახლებში ჩხრეკები, მათი დაკავება და აი ამ ფონზე ჩაიარა არჩევნებმა, რაც რა თქმა უნდა დემოკრატიულად შეფასდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მას ზოგადად ჩვევიათ, რომ როცა მათ აწყობთ აი სწორედ ასე შეაფასონ. ხა რამდენად შეიძლება ამას უწოდოთ საერთოდ დემოკრატიული პროცესი, როდესაც ხდება აი ესეთ ფონზე არჩევნების ჩატარება პირდაპირ საპოლიციო ძალების, საპოლიციო რაზმების, სპეცდანიშნულების რაზმების გამოყენებით ოპოზიციონერი ლიდერების პირდაპირ დევნა. თუმცა პაჟინიანმა აღნიშნა უკვე შემდგომ შემაჯამებელ ბრიფინგზე დაანონსა ამ ხალხის მიმართ პირდაპირ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება, მან თქვა რომ ისინი სისხლისამართლის წესით დაიჭებიან და რაც მთავარია მოხდება მათი ქონების კონფისკაცია. ანუ ეს საინტერესო ელემენტია. ხა ერთი არის როდესაც აკავებ პოლიტიკურ ლიდერებს და მეორეა უკვე როდესაც ღიად აცხადებ რომ მათ ქონება ჩამოერთმევათ და მოხდება ქონების კონფისკაცია. როგორც პაშინიანმა აღნიშნა, ეს არ არის პოლიტიკური ძალებიო, ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ ბანდებთანო და კრიმინალებს ასე უნდა მოექცეთო. რაღაც აი ცოტა დეჟავუს მომენტი გამოიწვია ამან ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი გამოცდილება და ეს წარსული გავლილი გვაქვს სამწუხაროდ მაშინ ვიცით რა მოყვა ამგვარ პროცესებს საქართველოში 9 წლის განმავლობაში ჩაბეტონებული დიქტატურა, ტოტალური ტერორი, განსხვავებული აზრის დევნა და ზუსტად აი ასეთი მეთოდებით, რა მეთოდებზეც დღეს საუბრობს ნიკოლ პაშინიანი. განსხვავება არის ალბათ მაინც ქართული პროცესებისგან და ეს განსხვავება გამოიხატება იმაში, რომ იქ სომხეთში ოპოზიციამ პრაქტიკულად 50%-ზე მეტი, ანუ მოსახლეობის ნახევარი, ამ უმრჩეველის ნახევარმა ოპოზიციას მისცა ხმა, ანუ ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, ხო, ბუნებრივია ოპოზიციისთვის და აი ეს იწვევს ერთგვარად გაოცებას, ეხა რეპრესიებს რო აანონსებს პოლიტიკური ლიდერი, ეს შეიძლება ხდებოდეს მაშინ, როდესაც მას აი 100%-იანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში 90%-იანი რაღაც მანდატი აქვს ხალხისგან მიღებული, ეს სააკაშვილს რაც ჰქონდა 2003 წლის, 2004 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობას მხარი დაუჭირა, შეიძლება ამ დროს თავს მის ცუდუნებას აყვეს, ასე ვთქვათ, ლიდერი და თქვა და დაიწყოს აი ეს რეპრესიების პროცესი, მაგრამ ეხა მოსახლეობის ნახევარს შენ რო აცხადებ ქვეყნის მოღალატედ და არ ვიცი ეს სადამდე შეიძლება ამ პროცესებმა მიიყვანოს სომხეთი. ან შეძლებს პაშინიანი და ეს რკინის მუშტით და რეპრესიებით ჩაახშობს ოპოზიციურ აზრს, ან ამას შეიძლება მართლაც ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები ჩვენი მოძმე რესპუბლიკისთვის. საინტერესო იქნება შენი აზრი აი ეს განვლილი არჩევნები რო შევაფასო.
კი ბატონო, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ხო, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს? პირველი შეკითხვა ის იყო, დავიწყოთ იქიდან რა დაგვიანოსა, რაც შენ უკვე თქვი, დაანონსა ფაქტობრივად პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა, ხო? პირველი განცხადება, რაც ფაშინიანმა, ასე ვთქვათ, გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ეს არის ის, რომ ის გაანადგურებს, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ თქვა და ეს გასაგებიც არის კანონიერების ჩარჩოში იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, დაიჭერს მათ და ჩამოართვებს განადგურებს ფიზიკურად ოპოზიციას. ხო, ჩამოართვებს მათ იმ ქონებებს. პირველი ერთი რაც მნიშვნელოვანია, უნდა ითქვას, რომ ფაშინიანს ამის გაკეთების საშუალებას ალბათ აძლევს თავად ის ელიტა, ოპოზიციური ელიტა, რომელიც პრინციპში ძალიან დიდი ხანია უკვე სომხეთში, მანამდე ალბათ სანამ ფაშინიანის ხელისუფლება მოვიდოდა რევოლუციური გზებით თავის დროზე ხელისუფლებაში, მანამდე წარმოადგენდნენ მართლ ძალასთან დაკავშირებულ ჯგუფებს, ხო? ესე შეგვიძლია ვთქვათ და არც თუ ისე მაინც და მაინც ესეთი საბოლოო ჯამში მაინც და მაინც დადებითი განწყობი სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მათ მიმართ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ასე თუ ისე მეტნაკლებად ვიცით ის საკითხები თუ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ყველა არა, მაგრამ როგორ იყო დაკავშირებული კორუფციულ საქმიანობებთან იქ სომხეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პრინციპში იმ ასე ვთქვათ ჭაობთან რომელიც უკვე იყო სომხეთში და რამაც მე რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია ხო ამაზე პასუხისმგებლობა ამ ელიტებს ეკისრებათ ეხლა ვინც ოპოზიციური ელიტები არიან და შესაბამისად ეს განწყობი მაინც და მაინც მათ სასარგებლოდ არ მუშაობდა თუმცა ამ არჩევნებს გამოარჩევდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რამაც ალბათ კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობა შეძინა აი ამ არჩევნებს და აქ არიდგა ასე ვთქვათ როგორც ეს პიროვნებების საკითხი და ის საკითხი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი მოსწონდა თუ არა რომელიმე მიმართულების ხარდაჭერს ხო ეს წარმოჩინდა რაღაცნაირად წარმოჩინდა რა პრინციპში არის ალბათ გზაგასაყარი თანამედროვე სომხური სახელმწიფოსთვის ხო ანუ ეს ჩვენ გვახსოვს მანამდე საბჭოთა კავშირის გრევის შემდგომი სომხეთი რომელიც ალბათ ერთადერთი სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ იმ მომენტში ყოველ შემთხვევაში ასე იყო თვითონ რუსეთიც კი პირიქით ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა და სომხეთი აღმოჩნდა ერთადერთი სახელმწიფო მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვინც გაფართოვდა მაშინ ხო აი ამ პროცესებით ისარგებლა და გაფართოვდა გულისხმობ ყარაბაღს და ნუ ამ ყარაბაღის მოცემობამ შექმნა ერთგვარი რაღაცა პოლიტიკური კონტექსტი რამაც ერთმანეთს გადააჯაჭვა სომხეთისა და რუსეთის პოლიტიკური ინტერესები რაც გამოიხატებოდა იმაში რომ იმისთვის რომ სომხებს უზრუნველყო იყო საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენ ვიცით ვინც ემუქრებოდა ამ უსაფრთხოებას ერთი აზერბაიჯანის სახელმწიფო რომელიც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა და მიიჩნევს ყარაბაღის რეგიონს და ასევე თურქეთის სახელმწიფო ხო რომელთაც ნუ ეხა ისტორიული მტრობა და დაპირისპირება აკავშირებს სომხებს ისევ როგორც ალბათ ჩვენ და ნუ ამ საჭიროებამ უსაფრთხოების გარანტორის საჭიროებამ გამოიწვია რუსეთსა და სომხური ინტერესების თანაკვეთა კავკასიაში სომხეთის სახელმწიფოში ამის ასეთი გაგრძელება არის ბაზა გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა რაც თავისთავად უნდა ჩაითვალოს და არის ასეთ პრინციპშიც რომ ეს არის და იყო სომხეთის უსაფრთხოების გარანტია ერთგვარად და ეს მოცემულობა იცვლება ფაშინიანის მოსვლის შემდეგ ხო ფაშინიანი აკეთებს იმას რასაც აკეთებს ანუ ჯერ ხო რევოლუციური გზებით მოდის ხელისუფლებაში მერე ფაქტობრივად ჭყალებში გადაწყვიტა ყარაბაღის საკითხი იმ გაგებით რომ უარი თქვა ყარაბაღზე და დათმო ეს რეგიონი და ის არის დღეს უკვე აზერბაიჯანული კონტროლერების ქვეშ, აზერბაიჯანის მხარის კონტროლერების ქვეშ და დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხო? ეს რაღაცა ამდენიმე დიდი ხნის განმავლობაში პირველად შეხვედრები შედგა ერდოღანსა და ფაშინიანს შორის და იგივე ალიევსა და ფაშინიანს შორის. და მას აქვს ცდილობები რაღაცა ახალი სავაჭრო ურთიერთობების სავაჭრო ურთიერთობები დაამყაროს ამ ორ სახელმწიფოსთან და ამის ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი რომელმაც უნდა გაიაროს სომხეთზე ზუსტად აი ამ კონტექსტში არის განხილული ხო და რისი თქმა მინდა ამით რომ საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი რომელსაც თავისი ლოგიკური ფინალი უნდა გქონდეს ხო ეს ფაშინიანმა დაიწყო იმისთვის რომ რაღაცა ლოგიკურ აზრამდე მიზნამდე უნდა მივიდეს ეს პროცესი და ამ პროცესის ლოგიკურ ფინალამდე მისვლის გზაზე ალბათ გუშინ
წინდელი არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ის თუ როგორ გაგრძელდება დაუშვათ პროცესები სომხეთში ამ არჩევნების შემდეგ, ხო, ეს ალბათ დიდწილად იქონიებს გავლენას იმაზე თუ სად იქნება ხვალ სომხური სახელმწიფო, ანუ რა ბედი ელის მას. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ორ ძირითად ფაქტორს. ერთი ძირითადი ფაქტორი, რაზეც მინდა ყურადღება გავმახვილო, ეს არის ევროპელების გამოხმაურება. კაია კალასის კომენტარი იყო, რომ მიუხედავად რუსული მხარის ზეწოლის არჩევნებზე, ხო, სომეხმა ერმა მაინც აირჩია ევროპული მომავალი განვითარება და ასე შემდეგ და ესე ვთქვათ, როგორც ჩვეულებრივი ტექსტი, როგორც იციან ხოლმე და ამის საპირისპიროდ იყო გამოხმაურება რუსული მხარის მხრიდანაც მარია ზახაროვას განცხადება იყო, სადაც მან ასევე თავის მხრივ ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთში არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში ტარდებოდა და ეს ზეწოლა მოდიოდა დასავლეთიდან, თუმცა ხაზგასმით გამიჯნა მან ამ შემთხვევაში და გამოყო ევროკავშირი, რომელიც მარია ზახაროვას ქმნიდა, ეს ალბათ რუსული მხარის პოზიციად უნდა მივიჩნიოთ. ევროკავშირი ღიად, ასე ვთქვათ, ერეოდა სომხეთის არჩევნებში. თუმცა ზახაროვას განცხადებაში რაც ყველაზე მეტად მე მენიშნა და რაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ რუსები როგორც ჩანს, სომხეთში ყველაფერს დაკარგულად არ მიიჩნევენ. იმიტომ რომ ზახაროვამ თქვა, რომ მიუხედავად ამ ხელა ზეწოლისა, სომხეთში ვერ მოხერხდა ხელისუფლების მონოპოლიზაცია. ალბათ 50%-ზე დაკლები რახან აქვს. ფაშინიანს ამას გულისხმობენ და პრინციპში კიდევ ერთი რაზეც ამ კონტექსტში ზახაროვა მისაუბრა არის ის, რომ პირიქითაც კი შეიძლება ითქვას, ბოლო არჩევნებთან შედარებით ფაშინიანის ხარდაჭერთა რიცხვმა იკლო. მოდი აი ამ თემაზე მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი, ეს მართლაც იყო სომხეთისთვის და შენ სწორად აღნიშნე ერთგვარი გზაგასაყარი, აი დასავლური კურსი თუ რუსული კურსი. აი დაახლოებით ანუ როგორ ვთქვათ, რუსული ევრაზიული კურსი, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი. დაახლოებით აი ამ არჩევანის წინაშე იდგა სომხეთი და ცნობილი არის ნიკოლ პაშინიანის პოზიცია, რომ ის არის მკვეთრად პროდასავლური ლიდერი. მე ზოგადად ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ, რომ მე არ მწამს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში და ზოგადად კავკასიაში პროდასავლური კურსის და პროდასავლური კურსი ითარგმნება როგორც პროტურკული ალიანსის წევრობა ჩემთვის და ალბათ თუ შევხედავთ პროცესებს ნამდვილად ასე განვითარდა პროცესები საქართველოში, ის რაც ჩვენ გონია რომ არის აი პროდასავლურში ამ ჩვენს ახალგაზრდებს წარმოუდგენიათ რომ საფრანგეთში და გერმანიისკენ მიისწრაფვიან, ეს რეალურად არის თურქეთისკენ, თურქული გავლენის ზონისკენ სწრაფვა. იმიტომ რომ თურქეთი არის ნატოს წევრი, თურქეთი არის ევროკავშირის მოკავშირე სახელმწიფო და კანდიდატი ქვეყანა, მარადიული კანდიდატი, იმიტომ რომ არც ჩანს პერსპექტივა რომ მას როდესმე მიიღებენ ევროკავშირში და მას აქვს რასაკვირველია თავისი მიზეზები, მაგრამ რეალურად ის რომ ჩვენ ვისწრაფით დასავლეთისკენ და იგივე არის ამ შემთხვევაში სომხეთისკენ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვისწრაფით პროტურკული ალიანსისკენ. ეს ამას როდის გააცნობიერებენ ჯერ საქართველოში და შემდეგ სომხეთში, მოდი ეს ცალკე თემაა, მაგრამ აი რა ჩვენ თქვი რომ რუსეთი არ მიიჩნევს სომხეთში ყველაფერს დაკარგულად და ზახაროვას ეს განცხადება მართლაც ამისკენ მიგვანიშნებს, მან თქვა რომ და ნუ რუსეთისთვის პოზიტიურ პროცესებს გაუსვა ხაზი, რომ იქ შემცირდა ფაშინიანის მხარდაჭერა, მართალია მან გაიმარჯვა, მაგრამ აი მონოპოლიზირება ვერ მოახდინა ძალაუფლებისა. თუ კი ფაშინიანი, მაგრამ აი ფაშინიანის განწყობა, როდესაც ის აანონსებს, რომ უნდა მოახდინოს ოპოზიციის ფიზიკური განადგურება, ხო, ეხლა ციხეში თუ დაიჭერს უყველაზე ქონებებს საერთო, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურად ანადგურებს ოპოზიციას. აი ამის ეს პროცესი თუ დაიწყო, ეს ხო იქნება ცალსახად ზუსტად მიმართული იქითკენ, რომ მან მოახდინოს ძალაუფლების მონოპოლიზება. მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, მას ექნება იმის მცდელობა, რომ მაინც მოახდინოს ძალაუფლების მონოპოლიზება. გამოიწვევს თუ არა ეს რუსეთის მხრიდან რეაქციას. ეს არის ალბათ მთავარი შეკითხვა დღეს, იმიტომ რომ ის რომ ეხლა ფაშინიანი მოიგებდა არჩევნებს, ალბათ ეს მოლოდინი არსებობდა ისედაც საერთაშორისო საზოგადოებაში ამას ბევრი იწერებოდა, მათ შორის რუსულ გამოცემებში ხდებოდა ამისი ტირაჟირება, რომ იქ აქ იმ ადამიანს ისე დასაყრდენი, როგორც მხარდაჭერა ნაწილი საზოგადოების, ისე ადმინისტრაციული რესურსი, ისე აი ეს რეპრესიული პროცესები რაც განვითარდა, მოასწავებდა, რომ ის გაიმარჯვებდა არჩევნებში, მაგრამ რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე რუსეთს და ექნება თუ არა საერთოდ რეაქცია ამ ყველაფერზე ეს არის. მე არ გულისხმობ არჩევნების შედეგებზე ექნება თუ არა რეაქცია. ასაგებია მესმის. აი ამ მონოპოლიზების მცდელობა, ხო, რეპრესიებზე თუ ექნება. მოდი ესე ვთქვათ, და რა იქნება ეს რეაქცია ხა ბადრიჯნის შეტანა რო აუგრძალეს გასაგებია, მაგრამ იქნება თუ არა ეს ცოტა ისე ფისტი რეაქცია. არც ეკონომიკური სანქციები სომხეთზე არ არის, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, ასე ვთქვათ,
უშედეგო არც ეგ არ ხო, იქნება. იული და მარტივი საკითხი სომხური ეკონომიკისთვის ეს ერთი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სომხური ეკონომიკა ფაქტობრივად მიმული არის რუსულ ეკონომიკას და ძალიან დიდი წვლილი და როლი მთლიანი შიდა პროდუქტისა სომხეთში უკავია სწორედ რუსეთთან ვაჭრობას, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ რამდენად სანდოა პაშინიანის ეს განცხადება, მოდი ესე დავსვამდი მე კითხვას, იმიტომ რომ ეს გავს რაღაცა დაანონსებული რეპრესიების ქრონიკას და დაანონსებული რეპრესიების ქრონიკა ასე ვთქვათ ცოტა სკეპტიკურად ვიქნები ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როდესაც შენ ცდილობ და შენი სურვილია, ხო, ანუ მე წინაზე რაზეც საუბრობდი, ხო, ანუ მე ვთქვი რომ რაღაცა შედეგამდე უნდა მისულიყო ეს საქმე, რაც ფაშინიანმა დაიწყო და ეს შედეგი რა არის, ხო, ეს შედეგი არის ყარაბაღზე უარი იმისთვის ითქვა რომ დაწყებულიყო რუსეთიდან ასე ვთქვათ დისტანცირების პროცესი, ხო, და ეს საქმე უნდა დასრულდეს იმით რომ მან უნდა მოახერხოს და იმ ძალებმა ვინც ფაშინიანს იქ უჭერენ ხარს ადგილზე უნდა მოახერხონ საბოლოოდ დისტანცირდნენ ასე ვთქვათ რუსეთისგან. რაც გამოიხატება მაგალითად გიუმრის ბაზის დახურვით. რაც გამოიხატება მაგალითად გიუმრის ბაზის დახურვით, მაგრამ ერთი პრობლემა არის აქ, შენ რაც თქვი რომ დაუშვათ აი ის რომ ფაშინიანმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ასე ვთქვათ, ჭყალებში ბარიერი რა თქმა უნდა და ის რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციამ, რომელიც პროდასავლური ოპოზიცია ძირითადად ფაშინიანის გარშემო არის, ასე ვთქვათ, კონცენტრირებული და დანარჩენი ის ოპოზიციური ნაწილი, რომელიც ძირითადი ნაწილი, რომელიც ოპოზიციაში იყო ფაშინიანთან, ეს არის ანტიდასავლური პრორუსული განწყობის მქონე ოპოზიციური ჯგუფები, ხო? და ის რომ აი ამ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჯამში 50%-ზე მეტი აიღეს, ხო, ეს სერიოზული პრობლემაა ფაშინიანისთვის და ეს სერიოზული პრობლემაა იმ ხალხისთვის, ვინც ფაშინიანს ხარს უჭერს. ამიტომ მე ისეთ თქმა მინდა რომ რამდენად გაბედავს ფაშინიანი რეპრესიების განხორციელებას ესე ღიად და სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ციხეში ჩასმას, ამასაც დრო გვიჩვენებს. ესე გადაჭრით ამის ხმა არ შემიძლია და ვერ ვიტყვი რომ ეს ავსვათ ასე იქნება, თუნდაც იმიტომ რომ ეს ეხლა დიქტატორი ადამიანი რო ხდები, ცდილობ რო ქვეყანაში მონოპოლიზაცია გააკეთო პოლიტიკური ძალების და გახდე ერთპიროვნული მმართველი ქვეყნის, ამას დაანონსებული რეპრესიების ქონიკით არ უნდა ცდილობდე, ხო? ეს ერთი. იმ ვითარებაში როცა ნახევარი არ გიჭერს მხარს, ეგრე დაანონსა სააკაშვილმა და შეასრულა დიდი სიამოვნებით. ხო, კი ბატონო. და მეორე, თან სხვა შორის სააკაშვილს მაშინ ჯერ ესეთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო, როცა აანონსებდა და მოდიოდა და თან ეხა ესე პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავება არ დაუანონსებია, მე როგორც მახსოვს, მან დაანონსა რაღაცა რამდენიმე მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი ადამიანების დაჭერა, რომელზედაც ისედაც არსებობდა საზოგადოებაში ეკითხები, რომ იყვნენ კორუფციაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფაშინიანის მდგომარეობა განსხვავდება ამ შემთხვევაში ფაშინიანის სააკაშვილის მდგომარეობიდან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ჩემი აზრით, აქ და რუსეთის ფაქტორი როგორც კი შემოვიყვანოთ ამ საქმეში. მოდი ესე ვთქვათ, რატომ იქცეოდა ამხელა ყურადღებას სომხეთის გუშინდელი არჩევნები, ხო, სომხეთში. ეს აღიქმებოდა და ალბათ შეიძლება მეტნაკლებად სწორადაც აღიქმებოდა იმ მოცემულობით, რომ სომხეთი ეს არის უკანასკნელი ბასტიონი კავკასიაში, რომელზეც აქვს რუსეთს საკუთარი პოლიტიკური გავლენა, ასე ვთქვათ, იქ აქვს სამხედრო ბაზა და თუ სომხეთში მოახერხებდა ფაშინიანი ხელისუფლების შენარჩუნებას, ეს შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ რუსები სამხრეთ კავკასიას ფაქტობრივად კარგავენ. ანუ სამხრეთ კავკასიას კარგავენ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში მას ფაქტობრივად აღარ რჩება. ნუ ეხლა აზერბაიჯანი გასაგებია და აზერბაიჯანთან ურთიერთობები დაძაბულია, ჩვენ გვახსოვს მთელი რიგი პროცესები დრამატულად როგორც განვითარდა, ჯერ იყო და თვითმფრინავის ეპიზოდი იყო, როდესაც აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოვარდა სავარაუდოდ რუსული რაკეტის თავდაცვის სისტემების მიერ გასროლილი ჭურვების შედეგად მე იყო რაღაცა რუსეთში აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანების დაკავებები და ექსტრადიციები აზერბაიჯანში და ეს რაღაცა რიტორიკის დონეზეც კი ასე ვთქვათ დაძაბული ურთიერთობა ალიევსა და პუტინს შორის, ხო? და ნუ თავისი ლობით თურქეთის სახელმწიფოს სახით აზერბაიჯანს აქვს ესე გამოკვეთილი პრეტენზია სამხრეთ კავკასიაში ლიდერობაზე, ხო? საქართველოს რომლის მდგომარეობაც ფაქტობრივად კი არის რაღაცა თითქოს იყო პოზიტიური წიაღსვლები ქართულ რუსულ ურთიერთობაში, იყო რაღაცა ეკონომიკური კავშირების განახლება, იყო ფრენების აღდგენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესების თითქოს რაღაც დონეზე გაჩერდა და მას განვითარება აღარ აქვს, ხო? ეს ჩვენ გვესმის არაერთი
საუბრების ახარობა სულ დღე მე მგონი როცა მასზე კითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობს რუსები მზად არის ამ ურთიერთობის განახლებისთვის, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ ეს პროცესი არ ვითარდება თქვა და გაყინულია, ხო? და სომხეთი, რომელშიც ბაზა ჰქონდა, რომელიც მიიჩნეოდა რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ და პოლიტიკურ ინტერესების გამტრად სამხრეთ კავკასიაში და აქაც ფაქტობრივად გამოდის ისე რომ რუსები თავის სერიოზულ დასაყრდენს კარგავენ, ხო? მაგრამ უყურეთ მე როგორ მინდა საკითხი ჩავშალო. ჩვენ ხედავთ და ამაზე ვთანხმდებით, რომ სოფლიო არის ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების წინაშე, ხო? ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში ძირითადად მოიაზრება სამი დიდი მოთამაშე, სამი ძირითადი სახელმწიფო, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, არის რუსეთი და არის ჩინეთი, ხო? და ალბათ და ესე წარმოჩინდება, რომ ეს სოფლიო გადანაწილების ეს ცელობა და გავლენების ხელახალი გადანაწილების ცელობა აი ამ სამ სუპერ სახელმწიფოს შორის უნდა მოხდეს, ხო? მაგრამ ერთი რაღაც არ უნდა დავივიწყოთ. აქ არსებობს ევროპა, კონტინენტური ევროპა, თავის ევროკავშირით, რომელიც ცდილობს, რომელსაც ჩვენ ვიცით, რომ არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ნუ გასაგებია, რომ ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან რუსებთან. ნუ უკრაინის კონფლიქტის გარდა სერიოზული საუბრები არის იმაზე, რომ დაუშვათ აი ხვალდაზე შეიძლება კონფლიქტი ევროპასთანაც კონდეს რუსეთის სახელმწიფოს და ამისთვის მაგალითად აი თვითონ გერმანული გამოცემები წერენ, რომ გერმანია ამისთვის ემზადება მაგალითად, ხო? და ამის პარალელურად ევროპელები და ევროკავშირი ცდილობს რაღაცა ურთიერთობების დათბობას ჩინეთის სახელმწიფოსთან, ხო? ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, ის პროცესები, რა პროცესებიც მიდის ახლა სამხრეთ კავკასიაში და ის მცდელობები, ასე ვთქვათ, სამხრეთ კავკასიიდან რუსების განდევნისა შეიძლება არის უფრო ევროპული, კონტინენტური ევროპის ინტერესებში, არის ევროკავშირის ინტერესებში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს რაღაცა რუსულ-ამერიკული დაპირისპირების კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ რაღაცა გრძელვადიან მომავალზე, რომელიც შეიძლება ევროკავშირს ჰქონდეს და ევროკავშირის პოლიტიკას ჰქონდეს მათ შორის კავკასიაში, ხო? ეს ცოტა არ იყოს და შეიძლება ითქვას სასაცილო ჟღერს, იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ჩიდა უკმაყოფილების ზრდა და იქ ჩვენ ხედავთ და ყოველ დღე იზრდება, ასე ვთქვათ, ევროსკეპტიკოსი პარტიების, ანტისისტემური პარტიების ხარდაჭერა, მაგალითად ეს იყო არის AfD და მაგალითად იგივე ჩეხეთში ბაბიშის გამარჯვება, იგივე მაგალითად აი მადიარი, რომელმაც ჩაანაცვლა, ხო, იქ უნგრეთში ორბანის ხელისუფლება, ხო, ანუ ეს ევროპელებმა ფაქტობრივად იზეიმეს თითქოს და საქართველოშიც რომ აი ხო, თითქოს აი უნგრეთი დაიბრუნა ევროკავშირმა და იქ რაღაცა პუტინის მაგაცი ორბანი მოიშორეს, მაგრამ ჩვენ ხედავთ მადიარი როგორი თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში, თანმიმდევრულია უკრაინასთან მიმართებაში, მას არ შეუცვლია ეს პოლიტიკა და ასე ვთქვათ, ბევრი ის ხაზი, პოლიტიკური ხაზი, რაც ორბანს ჰქონდა და რასაც ჰქონდა ხარდაჭერა აშკარად უნგრეთში და ალბათ ეს ხარდაჭერა ზუსტად აი ამ პოლიტიკური ხაზის შენარჩუნების გამო უკვე აქვს მადიარს, ის აი ამ პოლიტიკურ ხაზს ინარჩუნებს და ის ამ პოლიტიკურ ხაზს არ ასე ვთქვათ სulis, ანუ თანამედროვე ევროპის მოკავშირე მადიარიც კი არ არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ყველაფერს იმას შეასრულებს, რასაც ევროპიდან ეტყვიან, ხო? ანუ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ ევროკავშირში არსებობს ამის ასე ვთქვათ ნიშნები და ტენდენციები, რომ იქ შეიძლება ისეთი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში ხვალდაზეგ და მოდიან ზოგიერთ ქვეყანაში უკვე, რომლებიც ხშირად ევროსკეპტიკურად არიან განწყობილები. ეს ერთი და მეორე, ევროკავშირი დგას ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე, ხო? ყველაფერი რა ის მიმდინარე პროცესები, სოფლიოში მიმდინარე პროცესები რაც არის, ხო? მოქმედებს ევროკავშირის საწინააღმდეგოდ, ხო? ნუ უკრაინაში ომში არიან ჩართულები და ამერიკელები აქედან გავიდნენ, ძალიან კარგად ვიცვით და ის იარაღი რაც უკრაინას მიეწოდება ამერიკელების მხრიდან, ეს არის ევროპელების მიერ გადახდილი ფულის ხარჯზე, ანუ ევროკავშირი ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატებისგან იარაღს და მე ამ იარაღს აწვდის უკრაინას. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები არაფერს ისე აღარ იძლევა. ეს ერთი, მეორე, ომი ირანში და ახლო აღმოსავლეთში, რომელიც არადაარ მთავრდება და ეს ძალიან ხელახლა განახდეს
ესკალაციის ახალი ნიშნები ჩანს იქ უკვე და იყო ერთი მეორე ქალაქების დაბომბვა გუშინ და აი ეს მოქმედებს რა თქმა უნდა საწვავზე და ენერგორესურსების ფაზე რომელიც ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ ევროპულ ეკონომიკას კიდევ უფრო დიდ პრობლემების ქვეშ აყენებს და მესამე რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია და რაზეც ალბათ ვისაუბრეთ აქ ეთერის განმავლობაში აი ტაივანის გარშემო მიმდინარე პროცესები და იქ ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაციის დაწყება თუ დაანონსება თუ რაც ჩინეთმა რაც დაიწყო ხო ანუ ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ ეს არის საერთო კონტექსტი იმისა თუ როგორი გეოპოლიტიკური გადალაგება იქ ტაივანში თუ პროცესები დაიწყო ისე რომ იქ დაიწყო სამხედრო ესკალაცია ჩინეთსა და ტაივანს შორის ესეც არ არის მაინც და მაინც ესე იგი ევროპული ინტერესების არ დგას ეს საკითხი ევროპისგან შორს კი არ დგას შორს ჯერ ესეთი რატომ უყურე რაც თავიდან თქვი ხო რუსებთან ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან ანუ ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს მათ როგორც რაღაცა ბაზარს რომელზედაც რაჯელობა მეტი რაღაცა უნდა გაყიდონ და ამითაც შემოსავალი მიიღონ და ფაქტობრივად რაღაც პარტნიორულ ურთიერთობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის შორის საუბარი თითქმის აღარ არსებობს და ამ პირობებში მათი მცდელობა რომ ისინი ცდილობდნენ რომ და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ რომ ჩინეთთან გაეღმავებინათ ურთიერთობები მათ შორის გავიხსენოთ მაკრონის ვიზიტი მათ შორის გერმანიის კანცლერის მერცის განცხადება რომ დიახ ჩვენ ჩინეთთან უნდა საერთო ინტერესები გამოვნახოთ იმ და ამის ვალობა თუ იქ ჩინეთის აღმოჩნდება კონფლიქტში ჩათრეული ასე ვთქვათ ტაივანის მიმართულებით ესეც უკვე ევროპული რაღაცა ახალი გზის ევროპისთვის ახალი გზის ჩაკეტვის მომასწავლებელი იქნება. ამიტომ ასე ვთქვა, თუ ჩვენ ვხედავთ რომ ეს საბოლოო ჯამში ისე თქვაც მინდა შევაჯამოთ, თუ ჩვენ ვფიქრობ და ვხედავთ რომ ეს არის რაღაცა ევროკავშირის ცდელობა სამხრეთ კავკასიაში ფეხი მოიკიდოს, ხო? და იქიდან მოახერხოს რუსების ასე ვთქვათ განდევნა ეს არ შეიძლება სერიოზულად იქნას აღქმული გრძელვადიან პროცესებში იმიტომ რომ ეს მეგრო ზუსტად რომ სინამდვილეში ეს არის პროტურკული პროექტი და არაფერი პროდასავლური და გერმანული და ფრანგული აქ არაფერი არ არის ხო უბრალოდ მნიშვნელოვანია მე რატო ამბობ ამას და რისი თქვა მინდა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია რა რომ მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირს აქვს ცდილობა დამოუკიდებელი მოთამაშის პოზიციიდან ითამაშოს ასე ვთქვათ ჭყალებში სოფლიო პოლიტიკაში იმოქმედოს მოკიდებელი მოთამაშის ნიშნით და საკუთარი ინტერესები გაატაროს ხო იმ შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე რაც დღეს ევროპას აქვს ამის ძირითადი მიზეზი თვითონ ევროპელები არიან და ის ბიუროკრატია რომელიც დღეს ევროპას მართავს საბოლოო ჯამში სამხრეთ კავკასიის ბედიც არ გადაწყდება ბრიუსელსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებით სამხრეთ კავკასიის ბედი უნდა გადაწყდეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებით პლუს პეკინი ხო ამიტომ ვამბობ აქ შეიძლება არის თურქული ინტერესები და თურქებს შეიძლება კი არა და დარწმუნებული ვართ რომ აქვთ ეს ინტერესები, თუმცა ამ შემთხვევაში ზანკარის როლი ამ პროცესში დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რაზე და როგორ შეთანხმდებიან ამერიკელები და რუსები. კი ბატონო, შეკითხვა არის ამასობაში სოციალურ ქსელში როგორც გავიგე ოპოზიციამ 50% აიღო და როგორ ხდება მან რატომ გაიმარჯვა ფაშინიანმა და მოდი მოკლედ რომ ავხსნათ ეს მომენტიც საინტერესო არის იქნება მაყურებლისთვის ანუ ამ შემთხვევაში გამარჯვება ქვია არა იმას ვინ აიღებს 50%-ზე მეტს არჩევნებში გამარჯვება ქვია ვინ მიიღებს პარლამენტში ნახევარზე მეტ მანდატს სამხრეთის პარლამენტი შედგება 107 დეპუტატისგან, თუ სწორად მახსოვს, ანუ იქ უმრავლესობას ფლობს პოლიტიკური პარტია, რომელიც ფლობს 54 მანდატს პარლამენტში. ეს მანდატები როგორ ნაწილდება ახლა? გასაგებია რომ ასე ვთქვათ, ვინც იღებს 1%-ს, ის იღებს 1 მანდატებს, მაგრამ ამ შემთხვევაში პაშინიანმა მართალია მიიღო 50%-ზე ნაკლები, 59.91% უწერია თუ სწორად ვიცი ბოლო მონაცემებით, მაგრამ ხო არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ოპოზიციაშიც ის 50% არ მიიღო ერთმა პარტიამ, მიიღო რამდენიმე სხვადასხვა პარტიაზე გადანაწილდა. მათ შორის გადანაწილდა ისეთი ტიპის პარტიებზე, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი. საარჩევნო ბარიერი სომხეთში არის 4% და აი მაგალითად აყვავებული სომხეთი არის ერთ-ერთი მსხვილ პარტიად ითვლებოდა, მაგრამ ამ პარტიამ მიიღო 3.996 ანუ 0.4% დააკლეს, რომ ბარიერი ვერ გადალახა. შესაბამისად, ის მანდატები, რომლებიც უნდა მიეღო ამ პარტიას, ანუ მისი აი თითქმის 4% და კიდევ ბევრია სხვადასხვა ესეთ პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს 4%-იანი ბარიერი, მათი ხმები რომ არ დაიკარგოს და ვერ დაიკარგება ბუნებრივია, იმიტომ რომ 107 მანდატი არის გასანაწილებელი, ნაწილდება გამარჯვებულ პარტიებზე. გამარჯვებულ პარტიებზე ხდება, ანუ გაუნაწილებელი მანდატების ბარიერ გადაულახავი პარტიების მიერ მისაღები მანდატების
განაწილება ხდება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზე, ვინც გადალახეს ბარიერი. შესაბამისად, პაშინიანმა მართალია ჯამში მიიღო 50%-ზე ნაკლები, 49.91% უწერია როგორც აღნიშნეთ. ეხლა მაგრამ აი ამ გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე ის პარლამენტში მოიპოვებს მანდატების რაოდენობის ნახევარზე მეტს და მას ექნება, მას ჭირდება უმრავლესობისთვის 54 მანდატი ამ შემთხვევაში, მაგრამ ბევრად მეტ მანდატს მიიღებს, ალბათ დაახლოებით 60 მანდატამდე შეძლებს რომ დააგროვოს და 61 მანდატია დაახლოებით როგორც მახსოვს. 107 არის პარლამენტში. 61-ს აიღებს დაახლოებით გათვლებით ხო, ამ გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე დაახლოებით აი 60 მანდატის ფარგლებში მიიღებს და შესაბამისად მას ექნება უმრავლესობა პარლამენტში და ის შეძლებს რომ დააკომპლექტოს მთავრობა და ამტკიცოს ბიუჯეტი და ნუ ყველაფერი განახორციელოს ერთპიროვნულად, რაც ამ შემთხვევაში არის საჭირო გადაწყვეტილებების მისაღება და აქედან გამომდინარე ითვლება სწორედ და აქედან გამომდინარე ვამბობთ სწორედ რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში და ამას ქვია რა თქმა უნდა ბუნებრივია გამარჯვება. ანუ გამარჯვება არ გულისხმობს საბოლოო ჯამში არჩევნებში არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც სომხეთში იმას რომ მაინდა-მაინც 50%-ზე მეტი ხმა უნდა დააგროვოს პოლიტიკურმა ძალამ. 53% აიღო ქართულმა უცნაურმა ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში გააჩნია ხო აქ ჩვენთან პროპორციული სტარდებოდა მაჟორიტარით იქ პროპორციული არის ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე ის ახდენს გამარჯვებას. მან ერთი საკითხია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ აი შენს თქვი რომ ალბათ არსებობდა უფრო დიდი გამარჯვების მოლოდინიო და არსებობდა ის ერთია და მეორე არის რომ ჭირდებოდა ფაშინიანს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მაგალითად აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების ფარგლებში და მათ შორის თურქეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში რომელიც დაანონსებული იყო და რაღაცა ესე იგი გადატვირთვა უნდა მომხდარიყო ამ ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანია ყარაბაღის საკითხი, რომელიც თურქეთის სომხეთის კონსტიტუციაში ყარაბაღს ცალკე ჩანაწერი აქვს, ასე ვთქვათ, არის მიზღვნილი მისთვის და ძალიან აზერბაიჯანულ მხარის მოთხოვნა იყო რომ ფაშინიანს ეს ჩანაწერი კონსტიტუცია უნდა ამოეღო. მას გაუჭირდება ხო, გაუჭირდება კი და ფაქტობრივად ვერ შეძლებს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო მას არ აქვს და ის ვერ შეძლებს, ნუ ეხლა არ ვიცი, ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ძალები, რომლებიც ეხლა იქ შევიდნენ, ისინი თუ არ გადაიბირა და მათთან ერთად ვერ არ შეძლო ამ, მაგრამ რაც, ნუ, ცოტა ისე თქვა, ფანტასტიკის სფეროდან უფრო არის, ის ფაქტობრივად ვერ ახერხებს აი ამ საკითხის გადაწყვეტას და ეს რამდენად შეუშლის ხელს თურქულ-აზერბაიჯანულ სომხური ურთიერთობების განვითარებას, ეს კიდევ გამოჩნდება. ანუ ის ასე ვთქვათ, აი ეს კონსტიტუციური ჩანაწერები ზოგადად აი კავკასიაში და ჩვენი ორი სახელმწიფოსთვის ძალიან ისეთია. ჩვენ ხო ზოგადად აი არა ვართ კიუნეული საკითხი აღმოჩნდა, ხო? ჩვენს კონსტიტუციაში არსებობს რაღაცა ისეთი იდიოტური ჩანაწერი, ნუ ხა სომხეთის კონსტიტუციაში არ იყო ეს, რა თქმა უნდა, იდიოტური ჩანაწერი, იმიტომ რომ ნუ ყარაბაღს სომხები თავის დროზე მიიჩნევდნენ და ალბათ ძალიან ბევრი სომეხი დღესაც მიიჩნევს საკუთარი ქვეყნის ნაწილად, მაგრამ დღეს არსებობს ესეთი პოლიტიკური მოცემულობა, რომ ფაშინიანი არის ხელისუფლებაში, ყარაბაღი დაკარგულია და ცდილობს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და აი ამ ჩანაწერის პირობებში ამის თქვა მინდა საბოლოო ჯამში როგორ მოხერხდება ეს ამ საკითხის ესე ასე ვთქვათ დადებითად გადაწყვეტა ცოტა ძნელი კიდევ არის შეკითხვა რომ რანაირად მოახერხა ოპოზიციამ 50%-ის დააგროვებაო როცა სამივე ოპოზიციურმა პარტიამ 40%-ს ვერ მიაღწია ბატონო ამ შემთხვევაში არის საუბარი სამ სხვილ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაზე ხო ანუ ეს ხო ეს არის საუბარი ხო ამ სამიდანაც ერთმა ვერ გადალახა 0.3 არა აყვავებულ სომხეთს ეხა ბოლო მონაცემებით დააკლეს 0.4 ანუ ორი შევიდა ორი ოპოზიციური ძალა 3.996% ქოჩარიანის პარტია თუ ეგ არის ხო და ანუ ამ შემთხვევაში მსხვილ ბლოკებზე ოპოზიციურ ბლოკებზე თორე ამის გარდა რა თქმა უნდა უამრავი სხვა პარტია საქართველოსი არ იყოს არც სომხეთი უჭირის როგორც ჩანს პარტიების ასე ვთქვათ სიმრავლეს და მთელი მათი ჯამი ზოგმა 1% ზოგმა პროცენტზე ნაკლები ზოგმა ასე ვთქვათ პროცენტზე ცოტა მეტი რო დააგროვა ჯამში ოპოზიციურმა ანუ ძალიან მარტივად ეს ბოდიშისთან გაწყვეტილიყურე 49 და 0.91 აიღო ფაშინიანმა 40%-ამდე აიღეს ამ ორმა თავარმა ოპოზიციურმა პარტიამ რო დააჯამო 90%-იც არ არის ხო ანუ დანარჩენი ხმები ხო არის სადღაც ვიღაცა ვინც მისცა ის ხო წვრილი პარტიები ასე 11-12% რაც დარჩა ის 12%-ის ხმები რომლებიც ვერ შევიდნენ ამ არჩევნებში გადანაწილდება იმ პროპორციით თუ ვინ რამდენი ხმა აიღო ხო ეგ არ ვიცი როგორ სომხეთში არ ვიცი როგორ
როგორ არის? ანუ მაგ შემთხვევაში არა არსებობს ორნაირი წესი არსებობს წესი, როდესაც პირველ ადგილზე გასული პარტია იღებს პირველ მანდატს, მეორეზე ეს არის შედეგის მიხედვით განაწილება, არსებობს უმაღლესი ნაშთის მიხედვით განაწილება და ეს გულისხმობს რას, რომ აი ყველაზე ახლოს რომელი პარტია იყო შემდგომი მანდატის მიღებასთან პირველ მანდატს ის მიიღებს. აი მაგალითად პირობითად თუ საჭირო არის რომ მეორე მანდატი მიიღო პარტიას 6%-ზე და უწერია 5.96 ის მიიღებს შემდგომ მანდატზე. სხვა წესი ახლა სომხეთში როგორი წესი არსებობს, ვერ გეტყვით. მე ეგ წესი სამართლიანი მგონია, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ჩვენთან ესე არ არის და ჩვენთან გამარჯვებულ პარტიას მიიღ მაგალითად აბსოლუტურად ყველაფერი სამწუხაროდ ასეთი ჩანაწერია ჩვენს საარჩევნო კოდექსში. მოკლედ მარტივად რო ვთქვათ, ეს სომხეთის ეს პროცესები ალბათ კიდევ უფრო გამწვავდება და საინტერესო იქნება ამ ყველაფრის ნახვა. ჩვენ ბუნებრივია უსურვებთ ჩვენს მეზობელ და მოძმე სომეხებს მშვიდობას ამ პროცესებში და იმიტომ რომ რა თქმა უნდა, განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოსაც. სხვა შორის ჩვენი პროდასავლელები დღეს ძალიან ზეიმობენ ამ ყველაფერს. სომხური წყალი გადმოსმოდეს უნგრეთის წყალი არ გაჭრა და ეხლა სომხეთის წყალი გადმოსმოდეს და ნანუკა ჯორჯოლიანს ეწერა სწორედ აი ამ სიტყვებით, რომ გადმოგვესხა ერევნის წყალიო და ნახოთ, არ ვიცი, ამათ ოღონდ რამე გააგონე, რომ იზეიმონ და იყვნენ კაი ხასიათზე, კაცო ღმერთმას უკაი ხასიათი მისცეთ. საქართველოს მოვლენებზე მინდა ვისაუბროთ ცოტნე. ჩვენ წინა კვირიდან მოყოლებული არ ქონია ანალიტიკა და არ შევხებივართ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, თემას, რომელზეც მანამდე მთელი ციკლი გქონდა ერთი თვის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდით, გულისხმობ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი. ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, ვსაუბრობდით, ანალიტიკას რაზეც ვაკეთებდით და ვარაუდებს გამოთქვამდით, პრაქტიკულად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მარკო რუბიომ, როდესაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გკითხა რა არის საჭირო ამერიკელებთან ურთიერთობის დასალაგებლად, ჩვენ მივეცით მათ ინსტრუქციაო, სამწუხაროდ არის სწორედ ესეთი ტერმინი, ინსტრუქცია კი არა, უბრალოდ ჩვენ განუმარტეთ რა ევალებათ მათ, აი დაახლოებით ეს სიტყვები თქვა და ისინი დაგვთანხმდნენო და ველოდებით პოზიტიურ პროცესებს საქართველოსშიო. ეს პასუხი გასცა მარკო რუბიომ ჯო უილსონის, კონგრესმენ უილსონის შეკითხვას. ამის შემდეგ მოხდა საინტერესო ის, რომ გამოეხმაურა რუბიოს განცხადებას ბუნებრივია საქართველოშიც პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენო ეგეთი რამე არ გვიკითხიო. ანუ იტყვებაო რუბიო, ჩაიკითხა ჟურნალისტი და თქვა, რომ არაო, არ იტყვება რუბიო, უბრალოდ ესეთი ინტერპრეტაცია ქონდაო, ეთყობაო ამერიკის სახელმწიფო მდივანს. საბოლოო ჯამში ის, რაზე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქართული ოცნება დაინტერესებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კვლავ პროამერიკულ ნავში გადაჯდეს. მე მგონი ეს პირდაპირ დადასტურდა ამ შემთხვევაში და აქ ტრაგიკული რა არის ხა? ის კი არ არის ცუდი, რომ ქართული ოცნება მაგალითად ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს, პირიქით, ყველა არის ბრიყვი, ვინც ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებას არ ცდილობს. ეს ძალიან კარგია, როდესაც სოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოსთან გინდა რომ კონდეს სტრატეგიული ურთიერთობები. აქ პრობლემა არის ის, რომ ეს მოლაპარაკებები როგორც ჩანს მიმდინარეობს კულუარებში და ჩვენ ამის შესახებ ვიგებთ ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან და არა საქართველოს ხელისუფლებისგან. რა შეიძლება მოეთხოვა ამერიკა საქართველოსთვის, ესეც საინტერესო არის. რა უნდა იყოს ის მოთხოვნები, რაც ვაშინგტონმა წამოუყენა თბილისს და რაზე დათანხმდა საქართველოს ხელისუფლება. მე კარგის მოლოდინი აქ იმიტომ არ მაქვს, რომ ეს ყველაფერი კულუარულად და საქართველოს მოსახლეობისგან დამალულად ხდება და თან ამასაც კობახიძემ, ასე ვთქვათ, ესეც რუბიოს განცხადების მერეც კი უარყო და დამალა, რომ არაო, ჩვენ არაფერი არ გვიკითხავს და არაფერს არ დავთანხმებივართო და მიჩნდება ეჭვი, რომ აქ მართლაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები იქნა წამოყენებული. მოდი ესე ვთქვათ, კობახიძის განცხადება იდეაში არ იყო, მე ესე აღვნიშნე ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო რუბიოს განცხადების უარყოფა, უბრალოდ კობახიძის განცხადება იყო პრინციპში იმ ნარატივის უარყოფა, რასაც ჩვენ ვამბობთ, ხო? კობახიძემ თქვა, რომ ესე ვთქვათ, მე მგონი, რომ ჩვენ არა ვართ სკოლის მოსწავლეები, რომ ვინმე საშემოდგომო გამოგვაყოლოს და ამით დაგვსაჯოს, ანუ მან იყო საუბარი ეგრეთ წოდებული პარტიების აკრძალვის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნაზე და ასე ანუ ზირთად ამაზე ქონდა რეაქცია, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ამაზე არ დავთანხმებულად ამერიკელებს და მათ არ აქვს უფლება, რომ ჩვენ ესე გველაპარაკონ. ეს იყო კობახიძის პასუხი. ეს ერთი, მეორე
ერთი რამ ცხადე ხა ის რომ ეს გაჟღერდა ამერიკელების მხრიდან და მათ შორის რუბიოს მხრიდან ამაში ჩემთვის უცნაური არაფერი არ არის იმიტომ რომ ჩვენ ხო კარგად გვესმის რომ ეხა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ და საქართველოს ხელისუფლებამ რომ ჩვენ რაღაც ამერიკელებთან ვართ რაღაცა ორი სუვერენული სახელმწიფოს მდგომარეობაში ვსაუბრობთ ხო ეს ფაქტობრივად გამორიცხულია ხო ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ამიტომ ალბათ ამ ამბავის გაჟღერების უფლება თუ ვინმეს ქონდა ამერიკელებს და ამერიკელებზე ადრე ჩვენ ამაზე ხმას ვერ ამოვიღებთ აი როგორც აი რო გავიხსნოთ მარტივად აი ჩვენს პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს რომით რო ემუქრებოდნენ ხო გახსოვს და ღარიბაშვილის კომენტარი რა იყო რა აი თუ ჭკვიანად არ იქნებით მე ყველაფერს ვიტყვი ხო ანუ მაშინაც კი როდესაც აი შენ სახელმწიფოს ომით ემუქრება ომში ჩართვით ემუქრება სუპერ სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების სახით მაშინაც კი საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავდა ღიად ესაუბრა იმაზე თუ რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში ხო ამიტომ ესეც გასაგები მომენტია ჩემთვის და რას უნდა ველოდოთ და რა დათმობაზე შეიძლება წასულიყო ქართული ოცნება არ ვიცით ეს ახლა ალბათ უფრო რაცა მარჩილობაში უფრო გადაგვივა ახლა ამაზე საუბარი ახლა მარჩილობა ეძახი შენ და რა ვამბობდით კი გამართულად რა არის ეს მოდი პირდაპირ დავსვავ შეკითხვა შეიძლება თუ არა ეს იყოს ვადამდელი არჩევნები და ოპოზიციის შეყვანა პარლამენტში ამის თქმის საფუძველს მე მადლობს რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამართული შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების რომლებმაც ხაზი გაუსვეს ამას ისინი შეხვდნენ როგორც მთავრობას ისე შეხვდნენ ოპოზიციას და ხაზი გაუსვეს რომ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია და ხომ არ ეს რანაირად ეს ერთადერთი შეიძლება მოხდეს ვადამდელი არჩევნები კი ბატონო ამიტომ ამბობ ანუ ყველაფერი შეიძლება იყოს იქ იმ კონტექსტში ანუ რასაც ვამბობთ რაზე შეიძლება ქართული ოცნება და ანუ ჩვენი ხელისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმებულიყვნენ ყველაფერი შეიძლება ამაში მოიაზრებოდეს ამიტომ ვამბობ კონკრეტულად რა მოიაზრება რთული საქმეა მათ შორის ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ვადამდელიც მოიაზრებოდეს და მე ნავის პირადად ვეთანხმები ამ პოზიციაზე რომ ალბათ დიდწილად შეიძლება ეს იყო ეს ამაზე იყო შეთანხმება შემდგარი ქართველებს საქართველოს ხელისუფლებას და ამერიკულ მხარეს შორის მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მოდი აქაც ეს ერთი რაღაცა გამოვკვეთოთ როგორც სომხეთში ამ შემთხვევაში ჩვენთანაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნუანსი არსებობს ხო პოლიტიკური ნუანსი არის ის რომ მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნება მართველი ძალა ცდილობს ურთიერთობების განახლებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შეიძლება არ იყოს ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ამერიკელებთან რაღაცა პოზიტიური შედეგი დადგეს ხო მიუხედავად ამისა ჩვენ ვხედავთ ასე ვთქვათ როგორ შეიძლება ითქვას რომ ანუ ის ტემპერატურა რაც არსებობდა მაღალი ტემპერატურა საქართველოს და ევროპულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტ შორის ანუ ის დაძაბულობა რაც ამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობდა არ იკლებს მიუხედავად ამ ყველაფერს და პირიქით ზარდია ხო აი გაჩნდა მოლოდინები რაღაცა უვიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ხო ანუ მე ისე თქვა მინდა ყურე უნდა გაიმიჯნოს და როგორ ჩანს იმიჯნება და მოდი ეს ავხსნათ ერთი ამერიკული კურსი და მეორეა ევროპული კურსი ხო აი ყურე ესე არ იყო ხო ქართულ რეალობაში ეს პროდასალურ კურსად მიიჩნეოდა ზოგადად დასავლური კურსი და დასავლეთით ვინც არის ყველა ამაში მოიაზრებოდა როგორც ევროკავშირი როგორც ნატო ისე ამერიკის შეერთებული შტატები მაგრამ ეხლა არის არსება ეხლა ასე ვთქვათ ასეთი დაყოფა ჩდება პროდასალურ კურსში რომ ის რომ ქართული ოცნება ცდილობს ურთიერთობების დაალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ავტომატურად არ ნიშნავს რომ ეს ურთიერთობები ლაგდება ევროკავშირთან. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი ამ შემთხვევაში და ის თუ ქართულ ოცნებას რა მოლოდინი აქვს ამერიკელებთან ურთიერთობაში ამ კონტექსტში არის ძალიან საინტერესო. ისე თქვა მინდა ხა კიდევ ერთხელ მოკლედ დავხსნი. უყურე როგორც სომხეთთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაშიც არსებობს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხშირად ვახსენებთ ხოლმე ჩვენს ეთერში, ანკორიჯის შეხვედრას ტრამპსა და პუტინს შორის და რაღაცა იმ შეთანხმებას ანკორიჯში რაღაც კონკრეტულ შეთანხმებას, რომელზეც ორივე მხარე საუბრობს, როგორც ტრამპი, ასევე პუტინი, რომ იქ შედგა რაღაცა შეთანხმება, ხო? პუტინსა და ტრამპს შორის აი ამ შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაღრმავება რამდენად იწვევს დაუშვათ რუსეთის ასე ვთქვათ გაღიზიანებას. მოდი ესე ვთქვათ, უყურე ის რომ საბოლოო ჯამში საქართველოში იმედია და ჯერა რომ ხელისუფლებას ალბათ ესმის, კარგად რომ საბოლოო ჯამში კავკასიაში საკუთარი გავლენების დაკარგვა რუსეთისთვის შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს და ეს შეიძლება იყოს მართლა აი რასაც ჩვენი ლიბერალები ოცნებენ აი რუსეთის დაშლის პროცესის დასაწყისი შეიძლება გახდეს თუ ისინი ვერ მოახერხებენ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური გავლენების ან ინტერესების
რაღაც დონეზე მაინც რეალიზებას და ეს გასაგებია და ეს ალბათ იმედია ესმით ხელისუფლებაში. ამ პირობებში აი ამერიკულ რუსული მოლაპარაკებები რას მოიცავს? მე ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის თუ რა მოცემულობაში შეხვდებით ჩვენ ან რა მოცემულობაში აღმოჩნდებით აი ამ მოლაპარაკების შემდეგ, სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი არჩევანის შედეგი. ზოგადად რა მინდა იცი კითხო, აი იმაზე რომ თქვათ, კავკასიაში რატო არის რუსეთისთვის კატასტროფა კავკასიაში გავლენების დაკარგვა? აქ მე მგონი სწორად უნდა ავხსნათ ეს მომენტი, რომ აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ რუსეთი აქ თუ რაღაც თავის დღის წესრიგს ვერ გაატარებს და მისი თითის კაცუნით არ გადაწყდება ყველაფერი, ეს კი არ არის რუსეთის ტრაგედია ამ შემთხვევაში და ეს არ გამოიწვევს რუსეთის სახელმწიფოს დაშლას. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ კავკასიაში რუსული გავლენების დაკარგვა და შესუსტება ავტომატურად გულისხმობს აქ თურქული გავლენების გაძლიერებას. ანუ რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არის არა კავკასიის დაკარგვა, არამედ თურქეთის მიერ კავკასიის ათვისება, იმიტომ რომ ჩრდილო კავკასია, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის სუვერენულ ტერიტორიას და მის შემადგენელ ნაწილს, ყველამ კარგად ვიცით აქ მუსულმანური მოსახლეობის ასე ვთქვათ ცხოვრობს მუსულმანური მოსახლეობა, სადაც არის ძალიან ძლიერი თურქული გავლენები, მათი ნაწილი და განსაკუთრებით დასავლეთით მყოფი ნაწილი არის სუნიტური პირდაპირ, რაც პირდაპირ კავშირში არის თურქეთთან, ნაწილი რომელიც არის აღმოსავლეთით, ისინი მიუხედავად იმისა, რომ არიან შიიტები, მაინც აქვთ მათ კავშირი სწორედ სუნიტურ თურქეთთან, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად თურქმანული წარმოშობის, ასე ვთქვათ, ხალხებთან ჰქონდათ ისტორიულად მათ კავშირები, იგივე აი ყიზილბაშებს, რასაც ვეძახით ჩვენ, ისინი შიიტი თურქმანები იყვნენ და ბევრი ისტორიული თუ სხვა მსგავსი კონტექსტის გათვალისწინებით, თურქეთს აქვს კრიტიკულად დიდი გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ პაშინიანი იქნება მთავრობაში თუ ჩვენთან გობახიძე იქნება პრემიერი. მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ კავკასიაში არ მოხდეს თურქული გავლენების გაძლიერება. ეს არის ის, რამაც შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციისთვის აი ის ჩვენ ლიბერალების საყვარელი სცენარი რუსეთის დაშლას, რასაც ვეძახით. კავკასიიდან შეიძლება ეს დაიწყოს და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი კავკასიაში 200 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდება თურქული გავლენები ისე ძლიერ როგორც ეს იყო. ეს არის ის, რასაც უფრთხის ამ შემთხვევაში რუსეთი. აი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტში რო განვიხილოთ ეს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თუ კი გაღრმავდა, ეს გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ აქ აუცილებლად თურქული გავლენები ძლიერდება. აი ამ კითხვას ვსვა, მე ზუსტად ამ კითხვის დასმა მინდოდა, მოდი აი უყურე ისე თქვა საბოლოო ჯამში მოკლედ რო შევაჯამო, უბრალოდ რასაც ვამბობდი, ხო? მოდი ესე შევხედოთ საკითხს, რომ ჩვენ იდეაში იმიქიდან გამომდინარე ჩვენი პოლიტიკური წონა არის იმაზე დამყარებული, თუ რამდენად შეგვიძლია ჩვენ და ჩვენი სუვერენიტეტი, რამდენად შეგვიძლია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხო? ჩვენ ამის რესურსი სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. შესაბამისად ის თუ სად ვიქნებით და ასე ვთქვათ, ვისი გავლენის ქვეშ ბჭყალებში, ხო? ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოხდება ამ ძალთან ბალანსის გადანაწილება მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც. მე ესე უყურებ ამ საკითხს, რომ საბოლოო ჯამში ის კრიზისი, რაც სოფლიოში არსებობს და ამ შემთხვევაში გულისხმობ პირველ რიგში უკრაინის საკითხს, ეს კრიზისი რაღაცნაირად უნდა ამოიწუროს, ხო? რაღაცნაირად უნდა ჩამთავრდეს, იმიტომ რომ ეს არის პრობლემური არის უკვე თვითონ რუსეთის სახელმწიფოსთვისაც და ამას რომ ხედავთ ყველა და ამას თვითონ რუსები აღარ მალავენ. პრობლემური თავად უკრაინისთვის გასაგებია რომ არის და უკრაინა საერთოდ ამ საკითხში ასე ვთქვათ ზეწოლის მერკეტით არის ჩართული და იძულებული იყო რომ ჩართულიყო და პრობლემა არის პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, რომელსაც ჭირდება მთელი საკუთარი ყურადღების კონცენტრირება და რესურსების კონცენტრირება ჩინეთის მიმართულებით. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე ერთადერთი გზა, ასე ვთქვათ, აი ამ ყველა სამივე მონაწილისთვის, აი ამ კონფლიქტისა, გარდა ევროკავშირისა, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და კიდე ცალკე საკითხია, არის ის, რომ მათ მოახერხონ რაღაცნაირად აი ამ საკითხის გადაწყვეტა დიპლომატიის გზით, იმიტომ რომ ფაქტია, ფრონტის ხაზი გაყინულია, ვერც რუსები, ვერც ამერიკელები, კი არა და უკრაინელები წინ ვერ მიდიან, ხო? და დგას ეს ფრონტის ხაზი ერთ ადგილას და უბრალოდ ყოველდღურად
ადამიანები იხოცებიან, ეკონომიკა აი ამ საომარ რელსებზეა მომართული და რაც პრობლემა არის ორივე სახელმწიფოსთვის და გადაჭრა ამ კონფლიქტის დასასრული ამ კონფლიქტის უნდა იყოს რაღაცნაირად შეთანხმება, რაღაცნაირად იმ პირობებზე და კომპრომისების გამონახვა, რომელიც მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, სასურველი იქნება ორივე მხარესთვის. და ეს საბოლოო ჯამში, არა წინა ეთერში, როდის იყო აღარ მახსოვს, იმის წინა ეთერში საუბრობდით რომ და ვამბობდი რომ ეს კონფლიქტი იდეაში, უკრაინაში კონფლიქტი, ეს არ არის მხოლოდ კონფლიქტი უკრაინაში, ეს არის როგორც გახდა, ასე ვთქვათ, უკრაინის კონფლიქტი გახდა საფუძველი ერთპიროვნული მსოფლიოს გრევისა და მრავალპოლუსიანი სამყაროს მშენებლობის საწყისისა, როგორც უკრაინაში კონფლიქტი დაწყება გახდა ამის საფუძველი. ასევე უკრაინაში კონფლიქტის დამთავრება უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ ეს მრავალპოლუსიანი სამყარო შედგა. ხო? აქედან გამომდინარე, ეს მრავალპოლუსიანი სამყარო შედგა ნიშნავს, რომ და თუ ჩემი ვარაუდით მე რასაც ვაანალიზებ, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით, იმიტომ რომ ხა ბირთვული დაპირისპირება მრავალპოლუსიან სამყაროს კი არა, საერთოდ სამყაროს დასასრულს ნიშნავს. ეს მრავალპოლუსიანი სამყარო შედგა ნიშნავს რას, რომ არა მარტო უკრაინაში ფრონტის ხაზზე, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსებმა უნდა მოახერხონ საკუთარი გავლენის სფეროებზე შეთანხმება. ხო და აი ამ გავლენის სფეროებზე შეთანხმების ფარგლებში აუცილებლად მოექცევა კავკასიის საკითხი. ეს ხო აი არავისთვის უცხო არ არის, ხო? ამაზე ჩვენ გვახსოვს კიდევ ერთხელ გავიხსენებ შარშანწინ ზაფხულს იყო კელოგი, რომელიც მაშინ ახლა აღარ ჩანს, მაგრამ აქტიურად იყო მომლაპარაკებელი ტრამპსა და პუტინს შორის. გვახსოვს ჩვენ მისი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის განიხილოს რუსეთთან მოლდოვისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, ხო? ანუ ამერიკელებისთვის ეს ამ თელ რიგ იმ პროცესებზეც მიუთითებს, რაც აქამდე განვითარდა, ხო? ამათ ჩვენი ხელისუფლების წერილები ხვეწდა მუდარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ტრამპსთან გახსოვს რომ ასე უნდა დაგვიბრუნონ აი ძლივს უპასუხეს ეხა ესე შეიძლება რაღაცა ამასაც შეიძლება სხვა შინაარსი კონდეს ის რომ მიუხედავად იმისა რომ ამერიკელებს სურთ და ასე ვთქვათ უკრაინის კონფლიქტის დასრულება პუტინი არ ჩქარობს ხო აი ამ ჩვენ ზელენსკის განცხადებას როგორც უპასუხა ეხა ბოლოს აი წერილი რომ წაუკითხა პესკოვმა და აი კონფერენციაზე იყო ხო პეტერბურგში მან გასა პასუხი რომ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ბრძოლა და მოუწოდა თავი ჯარისკაცებს რომ გააგზავნეთ ომი თუ ბრძოლა თუ როგორც ითარგმნება ხო? აქედან გამომდინარე მოდი ამერიკელების ინტერესი რა უნდა იყოს? ამერიკელების ინტერესი უნდა იყოს ზეწოლის ზრდა რუსეთზე, ოღონდ ამ შემთხვევაში არ გულისხმობ რაღაცა ფრონტის ხაზზე ზეწოლას. პირიქით, იძულება რომ რაც შეიძლება მალე დაამთავროს ეს კონფლიქტი. ამ იძულების კონტექსტი შეიძლება იყოს დაუშვათ საქართველოსთან ურთიერთობების განმავლობის ხელახალი პროცესის დაწყება. საქართველოსში სომხეთში რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და სენსიტიური ვაჭრობა რუსეთთან მარტივად ეს არის ესე აღვქვამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ვაჭრობის ნაწილი რუსეთთან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და საბოლოო ჯამში ეს ვაჭრობა დასრულდება შეთანხმებით ნებისმიერი ვაჭრობა შეთანხმებით სრულდება ან ესეთი შეთანხმებით ან ესეთი შეთანხმებით ხო და პროცესი ის თუ სად იქნება ქართული სახელმწიფო ხო აი ამ პროცესზეა დამოკიდებული და ჩვენ ეს უნდა გქონდეს გაანალიზებული თუ რა მომავალი გვაქვს ჩვენ და სად შეიძლება ჩვენ ხვალ აღმოჩნდეთ ერთი რამ ცხადია და ეხლა ვისაც როგორც არ უნდა წარმოედგინოს ან როგორც არ უნდა ხატავდეს დაუშვათ საკუთარ მომავალს ის რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყება მოუწია და კონფლიქტი მე-5 წელია მიმდინარეობს ეს მიანიშნებს რუსეთისთვის აღმოსავლეთის მიმართულება განსაკუთრებით უკრაინა ეს არის უკვე წითელი ხაზი და იქ საკუთარი ინტერესებს არ დათმობს და ამისთვის 5 წელია ომობს ფრონტის ხაზზე ფიზიკურად და იქ რაღაცა რუსი ჯარისკაცები იღუპებიან რა თქმა უნდა უკრაინელებთან ერთად და მათ შორის საქართველოს კარგია ეს მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს ხო არის ესეთივე მიმართულება სამხრეთ კავკასიაში სადაც 2008 წელს იმისთვის რომ აქ პოზიციები არ დაეთმო ხო სამხედრო კონფლიქტი ქონდა საქართველოში ხო ანუ ეს არის ის ძირითადი ასე ვთქვათ მოცემულობა რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ ეს არის ორი ძირითადი მიმართულება ამ ორი ძირითადი მიმართულება რუსეთმა თუ ერთხელ 2008 წელს მოუწია ჯარში დაქოქვა და ტანკი ჩამოსვა თუ დაშირდება და იმედი არ დაშირდება და ღმერთს თქონას რომ არ დაშირდეს ხალხს მზად არის ამ ნაბიჯის გადადგმის იმიტომ ეს არის რუსეთის ყოველ შემთხვევაში რუსები ასე აღიქვამენ და ალბათ არის კიდე სტრატეგიულად სასიცოცხლო მიმართულება ისევე როგორც უკრაინა და ჩვენთვის ყველა სასურველი რა არის და რა სცენა ქართული ხელისუფლება რას უნდა ცდილობდეს რომ
საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ურთიერთობების დაპირისპირება, პოზიციების დაპირისპირება ამერიკელსა და რუსებს შორის, რაც არსებობს, ანუ ვაჭრობა აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის ასურველი იქნება, რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ, ქართული ინტერესების შესაბამისად დამთავრდეს და ქართული ინტერესების შესაბამისობა არის ის, რომ პირველ რიგში რომ ამ რეგიონში არც ერთმა ძალამ, მათ შორის არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არც რუსეთმა სამხედრო ესკალაციის კენ არ წაიყვანოს რეგიონში პროცესები და მეორე იქნება და ანუ ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა ხელისუფლებამ შეძლოს ის, რომ ეს პროცესები, ეს მოლაპარაკებები, რაც არსებობს და არსებობს, ეს ამაზე ორი აზრი არ არის, ამ პროცესებში ჩაერთოს იმ კუთხით, რომ რაღაცა სასარგებლო შედეგი მიიღოს საქართველოსგან. საბოლოო რა მინდა თქვა და მორჩები უცებ ის რომ ის მდგომარეობა, სადაც ქართული სახელმწიფო არ საუბრობდა არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერ საუბრობდა მიუხედავად დიდი სურვილის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არ საუბრობს ეს რაღაცა უაზროდ პრინციპული დამოკიდებულება რუსეთთან, აი სააკაშვილის რიტორიკა, რომ სანამ აქ რუსული ჯარი დგას, ხო, იქამდე ჩვენ რუსებთან არ ვილაპარაკეთ, ეს არის პრობლემა იდეაში. ჩვენი მთავარი ხაზი, ჩვენი პოლიტიკური მართველი ძალის მთავარი პოლიტიკური ხაზი უნდა იყოს რა, რომ მათ აუცილებლად უნდა ილაპარაკონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესები და გამომდინარე და მათ აუცილებლად ილაპარაკონ რუსებთანაც ისევ ქართული სახელმწიფოს ინტერესები და გამომდინარე. სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მოცემულობა, სადაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთთან შეთანხმდებიან, როგორც შეთანხმდებიან ჩვენს გარეშე და ჩვენი ინტერესების ხარჯზე. ხო, აი ეს მიგვირს რა, ამ ხელისუფლების, აი საბოლოო ჯამში ეს მიგვირს, რომ რატო აყენებინებ თავს სავაჭრო ობიექტად, როდესაც ჩვენ შეგიძლია რომ გამოივაჭრო ამ ყველაფრიდან. ეს არის ამ შემთხვევაში გასაოცარი, ხო? ეხლა საქართველოს რო კონდეს ურთიერთობა რუსეთთან არა დაფარული და არა კულუარული, არამედ ღია ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობა იქნება ეს თუ რაიმე სხვა არხებით. ეს ხო არის შემდეგ უკვე ძალიან კარგი ბაზისი იმისთვის, რომ ელაპარაკო მათ შორის ამერიკელებსაც ამ თემაზე და საერთოდ ჩვენი როლი ეს უნდა იყოს, აი დამაბალანსებელ პოლიტიკას რო ეძახიან და მოწონთ ხოლმე ეს ტერმინი გულისხმობს ზუსტად იმას, რომ ყველა პოლუსთან უნდა კონდეს ურთიერთობა, ყველა პოლუსთან უნდა კონდეს კარგი ურთიერთობა, მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა და აი როდესაც ჩვენ არ აქვს ისეთ სამხედრო ძალა, რომ რაღაც ერთპიროვნულად და ესე მუშტის დაბრახუნებით გადაწყვიტოს საკითხები, ზუსტად აი ამ ყველასთან ურთიერთობით და დიპლომატიით უნდა შეძლოს შენი ინტერესების დაცვა. როდესაც მიკედლებული ხარ მარტო ერთ პოლუსს და მარტო იმას ელაპარაკები და მეორე პოლუსთან ლაპარაკი შენივე კონსტიტუციით გაქვს ფაქტიურად აკრძალული და შეზღუდული, შენი ფასიც არის მე როგორ საერთაშორისო ასპარეზზე ნული. მე თუ კი შენთან დაკავშირებით საკითხების გადაწყვეტა მოუნდება ვინმეს შენ გერ დაგელაპარაკება და ელაპარაკება იმ პატრონს, ვისაც ასე ვთქვათ, ვის ვასალადაც შენ აცხადებ თავს. ეს არის ამ შემთხვევაში უბედურება. ბოლო თემა, რასაც გვინდა შევეხოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ, ეს არის პრინციპი შეიძლება ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მომდევნო პერიოდში, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც როგორც ჩანს შეიძლება შეუჩერონ საქართველოს ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა იოზვიაკმა დაწერა, რომელიც ხშირად რიკარდ იოზვიაკი მოგეხსენებათ, რომ არის რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი, ის ხშირად დაახლოებულია, ასე ვთქვათ, ამ ევრობიუროკრატიასთან და ხშირად გამოაქვს ხოლმე საინტერესო ინფორმაციები და სწორედ იოზვიაკმა განაცხადა, რომ 11 ივნისს გაიმართება საქართველოსთან სტრატეგიული მოლაპარაკებები ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. მე დამჩას ავიჭილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ამ მხრივ ნეგატიური პროცესები დაიწყოს და შეჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია, ამიტომ წინასწარ აკეთებენ ესე დამზღვევ განცხადებებს, მაგალითად ერთი დღეს ქონდა ბატონ შალვა პაპუაშვილს ასეთი განცხადება, თუ შეიძლება მოვისმინოთ ეს განცხადება. ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, თავისი წინაპირობები, სამწუხაროდ ჩვენაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, ასე რომ როგორც ითქვიან, სუვერენიტეტი მარწყულზე არ იცვლება. ასეც საინტერესო განცხადება ჰქონდა, ბუნებრივია ალბათ ეცნობა ჩვენს მაყურებელს ეს ფრაზა, სუვერენიტეტი მარწყულზე არ იცვლება, ეს გახლავთ სომხეთის თუ სწორად მახსოვს საგარეო უწყების, პაშინიანის მთავრობის წევრის განცხადება, მას შემდეგ რაც რუსეთმა აკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე სომხეთიდან ხილის იმპორტი, ჩვენო სუვერენიტეტს არ დავთმობთ მარწყულზე. ამ შემთხვევაში ბატონი პაპუაშვილი იგივე ტერმინს იყენებს უკვე ბრიუსელთან მიმართებაში. თულია შეგამოთ, ხო? ეთქობა ჩათვალეს, რომ ეხა პაშინიანის ეს
პროდასავლურ ფლანგზე პაშინიანი ბრედ პიტი ვით არის საქართველოში ყველა მაგაზე ლაპარაკობს და მისი ფრაზების გამოყენება პიარულად მომგებიანი იქნება. ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს მართლმსაჯულს მართლაც აქვს ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით ნეგატიური შედეგების მოლოდინი. ეს განცხადება ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ თავს იზღვევენ წინასწარ და ამბობენ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ამ ასე ვთქვათ ამბავს და რა მე რამდენიმე კითხვა მიჩნდება პირველ რიგში რამდენად რეალურია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება რა შეიძლება ჭირდებოდეს ევროპას ახლა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ამას მე თვითონ ვეუპასუხებდი შენს მიერ ნათქვამ კონტექსტში რომ ის რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაალაგოს ამერიკელებთან ურთიერთობა არ ნიშნავს ეს რომ ის ცდილობს იგივეს ბრიუსელთან ამ შემთხვევაში ევროპა განზეა გაწეული აი ამ პროცესებიდან და შეიძლება პირიქით ცდილობენ რომ ბრჭყალები გამოაჩინონ რომ თვითონაც თავისი წილი მოლაპარაკებების მაგიდაზე ჰქონდეთ და იძულებული გახდეთ საქართველოს ხელისუფლება რომ ბრიუსელის ინტერესებსაც გაუწიოს ანგარიში ეს არის ერთ-ერთი ახსნა ალბათ ყველაზე უფრო ლოგიკური ახსნა სხვა შემთხვევაში ვერ ვიგებ რატომ უნდა შეუჩერონ ეხლა ხო, რამდენად ეფექტურია დღეს ეხლა. რამდენად ეფექტურია და მე მეორე ხო, აი რამდენად ეფექტურია, იქ მეორე კითხვა, რამდენად გამოიწვევს ეს საქართველოში იმ ტიპის პროცესებს, რასაც შეიძლება ხელისუფლებისთვის სერიოზული კრიზისი. აი თავის დროზე, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო საქართველოში, ხო, ეხლა ერთი რამ ფაქტია, ხო, რომ დავუშვათ იგივე პროდასავლური განწყობის ადამიანებსაც საქართველოში, ხო, გარკვეული ნიჰილიზმი გაუჩნდათ რაღაცა აი ამ ევროპული მომავალთან დაკავშირებით და ამის ძირითადი მიზეზი ალბათ თვითონ დასავლეთია. ჯერ ესეთი იმის გამო რომ მათ ესე იმათი გადმოსახედიდან რო ახსნათ ამ შემთხვევაში როგორც პროდასავლელი ესე ვილაპარაკებ მათ საკმარის ზეწოლა ვერ მოახერხეს და ვერ მოახდინეს ქართულ ოცნებაზე მათ ვერ შეძლეს რომ რაღაცა იქ გარდა იმ რაღაცა 2-3 კაცის დასანქცირებისა რაც რაღაცა დიდ მოვლენად იყო წარმოშენილი სინამდვილეში არანაირი ბზარი არაღიარების პოლიტიკა რომელსაც თავიდან ოპოზიცია აწვებოდა და ანუ აწვებოდა რა ჟარგონში აწვებოდა რაშიც ასე ვთქვათ ევროპელების ხარდაჭერის იმედი ჰქონდათ ესეც ამანაც ფაქტობრივად ჩაირული წყალი დალია იმიტომ რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ან საგარეო საქმეთა მინისტრი დადის ამ ევროპელ ლიდერებთან ხალხსაც აფრთხილენ და როგორც პრემიერსთან ისე ლაპარაკობენ და ესეც თავიდანვე ცხადი იყო რომ ესე იქნებოდა ხო ანუ ეს ხარდამჭერა იქიდან არ წამოვიდა მაშინ როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაშინ როდესაც ეს მუხტი ალბათ პიკამდე იყო მისული როდესაც რამდენიმე 10,000 ადამიანი ქუჩაში იდგა და რაღაცა მოითხოვდა ხელისუფლებისგან რაღაცა ევროპისკენ სულის გაგრძელებას თუ რაღაცას და ამ დროს შეიძლება ამას ქონოდა რაღაცა დამატებითი ასე ვთქვათ კატალიზატორის ეფექტი რომელიც კიდევ უფრო ასე ვთქვათ გაამძაფრებდა ამ პროტესტს და პროცესს და ჩვენთვის ალბათ ცუდი სცენარი განვითარდებოდა ქართული სახელმწიფოსთვის ამ შემთხვევაში ამას გულისხმობ. ხო, აქ შეიძლება მისულიყავით რაღაცა სერიოზულ დაპირისპირებამდეც კი, მაგრამ დღეს რამდენად აქვს ამას ეფექტი და რამდენად შეძლებს დაუშვათ აი ამ პროცესის თუნდაც ამ პროცესის დაწყება და უიზო მიმოცვლის შეჩერება, ну გაუქმებაზე არ არის საუბარი, შეიძლება როგორც შეჩერებაზეა საუბარი. ხო, რამდენად მოახერხებს აი ამ ხელახალი ტალღის გაცოცხლებას ქვეყანაში ძალიან ის რამე და კითხო კონტექსტი ვიტყვი რატო ბოდიში და უყურე რატო კონტექსტი თუ ქართული ოცნება ახერხებს იმას ამის ხარჯზე იმის ხარჯზე მნიშვნელობა არ აქვს ქართული ოცნება ახერხებს ამერიკელებთან ურთიერთობების დაალაგებას ეს ერთი და მეორე თუ რუსეთიდან მოსკოვიდან არ იქნება დაუშვათ ის სურვილები ან ის წარმოდგენები რომ აქ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ხო ამ შემთხვევაში ცოტა რთულად წარმომედგენია მე რომ ახლა ევროკავშირის რაღაცა ეს ცდელობებმა დიდწილად განსაზღვროს აქ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ხომ არ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში საქმე გქონდეს არა იმასთან რომ მოდი პირდაპირ შეუჩეროთ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია არამედ ეს საკითხი რომ დაკიდონ ასე ვთქვათ კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს იყოს მე ჯარგონზე ვიტყვი აი ფიშკა ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციისთვის საქართველოში რომ თუ კი ჩვენ არ ვიქნებით პოლიტიკურ პროცესში თუ კი ჩვენ არ გავიმარჯვებთ არჩევნებში თუ კი ჩვენ არ გვექნება პოლიტიკური ბერკეტები აი ეს მაშინ უეჭველი გვიწდება ვიზა ლიბერალიზაცია ანუ თუ გახსოვს შენ ერთ პერიოდი ეს კანდიდატის სტატუსი და კარგად გეხსოვნება ეგ პერიოდი როგორც იყო ჩამოკიდებული კითხვის ნიშნის ქვეშ და აბა ვნახოთ როგორ მოიქცევა საქართველო დაახლოებით იგივე პროცესის დაწყებას ხომ არ აპირებენ ეს არის ამ შემთხვევაში როგორ დამთავრდა კანდიდატის სტატუსის საკითხი ნუ მაშინ სხვა ვითარება იყო სხვა შემოება იყო. უყურე ვითარება ჩემი აზრით კიდევ უფრო უარესია დღეს ევროპისთვის ვიდრე მაშინ იყო და მოდი რატო უყურე საქართველოსთვის ესე შევხედოთ პროცესს რატო თუ ამერიკელებთან ქართული ოცნება ლაგდება ხო რაზეც ჩვენ ახლა საუბრობთ და რაზეც რუბიო საუბრობდა ხო მაშინ საქართველოსთვის უარესი მდგომარეობა ნამდვილად არ არის კანდიდატის სტატუსი არის ის პერიოდი როდესაც ამერიკელებმა ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობა გააჩერეს ხო შეწყვიტეს ანუ მაშინ ჩვენ ფაქტობრივად დასავლეთთან მთლიანად გვაქვს ურთიერთობები გაწყვეტილი ხო და ეხლა თუ ამერიკელებთან ლაგდებით
ასე ვთქვათ, ჯარგონში და ევროპელებთან მე რა ეს იმასთან შედარებით ჩვენთვის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, რატო არის მე ესე უყურებ ამ საკითხს, საბოლოო ჯამში რა ჩვენთან არის ეს აკვიატებული წარმოდგენები რაღაცა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერში არ გვჭირდება როგორც სახელმწიფოს ევროკავშირი, ჩვენ შეიძლება გვჭირდება მოდელი ევროპული სახელმწიფოსი, აქ რაღაცა სამართლიანი შეიძლება კარგი ურთიერთობა ევროპულ სივრცესთან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გვჭირდება რაღაცა იმ შინაარსით, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება ორივე კუთხისთვის ჭირდება კარგი სასამართლო, დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიული არჩევნები, რა ქვია, თავისუფალი მედია და ასე შემდეგ. სოციალური გარანტიების საზოგადოებების ევროპული მოვლენა, ევროპულ მოვლენად ითვლება, ასე ვთქვათ. ხო, ის ამ ქვეყანაში ჭირდება, მაგრამ ამისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის აუცილებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ თუ ვინმე ჭირდება დღეს ევროპისთვის უფრო ასე ვთქვათ სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძლება ვიყოთ ვიდრე ჩვენთვის ევროკავშირია ხო რატომ უყურე თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ამერიკელებთან ფაქტობრივად ესე ვთქვათ იმ მდგომარეობაში არიან ევროპელები რომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა კითხვისნიშნის ქვეშ დგას ხო მთლიანად ასე ვთქვათ ეკონომიკური და ვაჭრობის დონემდე არის დასული ამერიკული და ევროპული ვაშინგტონისა და ბრიუსელის ურთიერთობა მოსკოვთან თუ იმყოფებიან ისინი საომარ მდგომარეობაში და ამის ფონზე ცდილობენ ახალი მოკავშირის, ახალი პარტნიორის გამოძებნას და ეს არის ჩინეთი, ხო? აი ამ გზაზე ჩინეთისკენ მიმავალ პეკინამდე გზაზე, ხო? აქ არის საქართველო, რომელიც როგორც ჩინეთისთვის ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი აი ამ ჩემი ლოგიკის არის ანაკრის მაღლოვანი პორტი, რომელზეც, რა ვიცი, 6 მილიარდს დებდნენ ჩინელები, ხო, ვინ ააშენებს, არ ვიცი მე ამ პორტს, მაგრამ ჩინელების გამოხატული სურვილი, რომ მათ აქ პორტი ქონდეთ, ანაკრის პორტი და ამაში ამხელა ფულს დებდნენ, მიანიშნებს ჩინეთისთვის ამ ქვეყნის ძალიან დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას და იგივე მნიშვნელობის თუ ჩინეთისთვის არის ეს ევროპასთან ვაჭრობის მიმართულებით ევროპისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული ნებარება და ბაქოს ნავთობზე წუდომაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე ეს უვიზო საკითხი მე მგონია რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური თამაშის ნაწილი ეს ერთი და მე არ მგონია რომ ეს რეალიზდეს და ამის მოლოდინი არ მიქნებოდა და მეორე თუ ეს რეალიზდება და თუ ეს მოხდება ხო ეს საბოლოო ჯამში რა შედეგამდე მიგვიყვანს ჩვენ და ალბათ ჩემი აზრით ჯობია რომ ეს პროცესი დაიწყოს და მიუხედავად იმისა რომ ამბობ რომ არ მოხდება ჯობია რომ მოხდეს იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა სახელმწიფომ ქართველებმა ხელისუფლებამ რომელიც ვერ კიდე ვერ იგებს ამ პროცესს როგორ ჩანს ბოლომდე საბოლოო ჯამში დავინახოთ რომ ეს ხალხი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მათთვის აქ არაფერი ფასი არ აქვს საქართველოს შანტაჟის ბერკეტი მოჭორდეს ამ ქვეყანას სადაც ვიწრო აი გაწლეს ხო დამთავრდეს ბოლოს და ბოლოს ეს რაღაცა მუდმივი შანტაჟისა და მუდმივი რაღაცა თავზე კაკუნის ესე ვთქვათ მდგომარეობა ევროპასთან ხო კი ბატონო დიდი მადლობა ცოტნე ვფიქრობ საინტერესო თემები მიმოვიხილეთ და საინტერესო ვარაუდებიც გამოვთქვით ვნახოთ მაყურებელთან ერთად დაველოდოთ, რომელ ჩვენს პროგნოზს ექნება მომავალი და რომელი აღმოჩნდება არასწორი ანალიზი, რა თქმა უნდა, ასეთებიც ძალიან ხშირად ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ანალიზს ყოველთვის სჭირდება ბევრი ინფორმაცია, ჩვენ კი ამ ინფორმაციას სამწუხაროდ ვართ ხოლმე მოკლებული, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესების ძირითადი ნაწილი სამწუხაროდ ხდება ხოლმე კულუარებში და მე ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის რაღაც ფრაზებიდან ამოცნობა და ასეთი სახით ანალიზის აგება. თუმცა ამ ხრივ მაინც გვაქვს გარკვეული წარმატებები. დიდი მადლობა და დაგემშვიდობები შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ თენგოლმანიძე და ცოტნე მარღია იყვნენ ეთერში. მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობები და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.